მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის ბატონო ნიკო. ჩვენ ახლა გესაუბრებით სასკოლო პრაქტიკაზე და სტუდენტებს როგორც მომავალი მასწავლებლების განვითარების პერსპექტივაზე. პირველ რიგში საინტერესო იქნება იმაზე საუბარი თუ როგორ გვეხმარება კავკასიის უნივერსიტეტი იმაში რომ პროფესიულად განვითარდეთ. ჩვენ სკოლაში პირველივე კურსიდან აქტიურად ვჩნდებით ასპარეზზე და უფრო ვიწრო ჭრილში რომ ვისაუბროთ, შევეხებით ბატონ ნიკოს საგანს მედია საზოგადოებას და ჩვენ საქართველოს. სილაბუსი ისია გაწერილი, რომ სტუდენტს ასწავლის სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმას და წარმართვას 2018-24 წლის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების საფუძველზე. სტუდენტისთვის საჭირო ცოდნის მიწოდება არის უნივერსიტეტის სილაბუსის მიზანი, ის ცოდნა მიაწოდოს, რომელიც სჭირდება სტუდენტს იმ სფეროსთვის, რომლის შესახებაც სწავლებასაც საგანი ისახავს მიზნად. რომ გადავხედოთ სილაბუსის საკითხებს, ისე არის აგებული, რომ მოიცავს შემდეგ საკითხებს, რაშიც ხელს გვიწყობს, რომ მოგვამზადოს სკოლისთვის. ესენია ეროვნული სასწავლო გეგმა და წლიური პროგრამა, სადაც ვსწავლობთ მათ შემუშავებას, კურიკულუმის აგების და განვითარების პრინციპებით ვისწავლეთ, სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპები, როგორც არის წინარეცოდნის გააქტიურება, მეტაკოგნიცია, სწავლის-სწავლა და ასე შემდეგ, ასევე განმავითარებელი შეფასების წარმოება და სტანდარტის შედეგზე ორიენტაცია. შედეგად კი მივიღეთ, რომ სტუდენტებს შეგვიძლია სასწავლო პროცესის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების საფუძველზე გეგმის გაკვეთილის დაგეგმვა, სწავლების განმავითარებელი შეფასების წარმოება, პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა და ასევე პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა. რომ ვისაუბროთ გაკვეთილის აგების 4 ძირითად პრინციპზე, თუ როგორ ვაგებდით აქტიურად ამ გაკვეთილებს, ვიცით რომ არის 4 ძირითადი მიზანი. პირველი რა მიზნით ვასწავლით, მეორე რა რესურსებზე დაყრდნობით ვასწავლით, სწავლა-სწავლების რა მეთოდებს და სტრატეგიებს ვიყენებთ და როგორ ვაფასებთ მოსწავლის მიღწევებს. ზუსტად ამ 4 პრინციპზე დაყრდნობით ვაგებდით ჩვენ უნივერსიტეტში გაკვეთილს, რომელსაც შემდგომ უკვე ვიყენებდით სკოლებში გაკვეთილის შესატარებლად და ასევე გვაქვს საბოლოო პროდუქტი, ერთი დიდი პროდუქტი, პორტფოლიო, რომელსაც შემდეგ გაგაცნობთ. ახლა კი უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ ჩაშენებულ პრაქტიკაზე და გააგრძელებს ანანო. რაც შეეხება უშუალოდ ჩაშენებულ სასკოლო პრაქტიკას, გავდიოდით 2023-2024 წლის შემოდგომა გაზაფხულის სემესტრში, როგორც მედია საზოგადოებაში, ასევე ჩვენ საქართველოში. დავყავით დაახლოებით 60 საათი ორივე საგანში და არაერთხელ მქონდა იმის საშუალება, რომ ჩაგვეტარებინა გაკვეთილი, რომელსაც პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განახებთ. უშუალოდ კი ამ გაკვეთილის გაწერაში და შექმნაში გვეხმარებოდა ბატონო ნიკოს მიერ მოწოდებული ონლაინ რესურსი ჩვენი ეზოს ამბები. რაც შეეხება სამიზეცნებას და თემას, ისინი უშუალოდ გვეხმარებოდა ასევე გაკვეთილის დაგეგმვაში. სამიზეცნება ეს არის გრძელვადიანი მიზანი, რომელიც მთელი საფეხურის ფარგლებში რჩება ორიენტირად და მუშავდება სხვადასხვა თემატურ კონტექსტში. ხოლო თემა ეს არის საგნობრივი შინაარსის მსხვილი სტრუქტურული ერთეული, რომელზეც მუშაობთ დღეს ვრცელ მონაკვეთში. და ასევე თემა გვეხმარება თვითონ სამიზეცნების დამუშავებაში. სამიზეცნებები და თემები განსხვავდება როგორც მედია საზოგადოებაში, ასევე ჩვენ საქართველოში. მედია საზოგადოებაში გვაქვს სამიზეცნებები, როგორიც არის პიროვნება, საზოგადოება, ზრუნვა, ინსტიტუცია და ცვლილება. ხოლო თემები ესენი არის ჩემი ოჯახი, სკოლა, მეგობრები, თანატოლები, გარემო რომელშიც ვცხოვრობთ, მედია და ინფორმაცია, სად და როგორ ვიღებთ განათლებას და მე და ჩემი ქვეყანა. ხოლო ცნებები და თემები ჩვენ საქართველოში გვაქვს დრო, სივრცე, მეურნეობა, საზოგადოება, სახელმწიფო და მრავალფეროვნება. რაც შეეხება თემებს, თემები განსხვავდება მე-5 და მე-6 კლასისათვის. მე-5 კლასში გვაქვს ქართლი, სვანეთი, სამეგრელო, აჭარა და იმერეთი, ხოლო მე-6 კლასში გვაქვს კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია, სამცხე-ჯავახეთი, აღმოსავლეთ საქართველო და თბილისი. შემდეგ კომპლექსური დავალება.
როგორც ვთქვით, კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, რომელსაც ქმნის თავად მოსწავლე. და იგი მოიცავს შემდეგ ეტაპებს, როგორც არის მაგალითად ინფორმაციის მოძიება პირველ რიგში, მისი დალაგება და დამუშავება, მსჯელობა და ბოლოს პრეზენტაცია. იგი შეიძლება გაკეთდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურადაც. და ასევე ახალი სკოლის მოდელის მიხედვით კომპლექსური დავალება არის შუალედური, ანუ ასრულებს შუალედური მიზნის როლს, რომელზე მუშაობასაც რამდენიმე გაკვეთილი ეძღვნება. და დავამატებ იმას, რომ ამ ორ საგანს იმიტომ ვსწავლობდით მთელი 2 სემესტრი, რომ ვისწავლოთ თუ როგორ ვასწავლოთ სკოლაში. გულისხმობთ იმ ძირითად პრინციპებს, რომლებიც საჭიროა, რომ მასწავლებლებმა იცოდეს გაკვეთილის დაგეგმვასა და წარმართვაში. და ბოლოს შევაჯამებთ, რომ უნივერსიტეტი მართლაც გვეხმარება ჩვენი პროფესიული განვითარებისთვის და ეს ასე რომ ვთქვათ, გვაწვდის ანკეს თევზაობისთვის. ხო, ამაზე კიდე მეტყველებს ეს ჩაშენებული პრაქტიკა, რომელსაც აქტიურად გავდივართ, ბატონი ნიკოს სასკოლო პრაქტიკაც და კიდევ ერთ-ერთი მსხვილი პროდუქტი პორტფოლიო, რომელიც ვფიქრობ, რომ ჩვენი პოტენციური გასაღებია სკოლის კარებისთვის. მადლობა ყურადღებისთვის და ერთ ცოტა გაჩვენებთ პორტფოლიოსაც. ხო, ესენი ხო? კი, პორტფოლიო გვაქვს, როგორც გითხარით, 6 თემა გვაქვს მოცემული მე და საზოგადოებაში და ამ 6 თემის შიგნით მოვაქციეთ ის სამიზნეცნებები, რომლებიც უნდა დავამუშავოთ და ერთ-ერთი გაკვეთილი იქნება, რომელიც ჩავატარეთ სკოლაში ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებაზე. იყო საკითხი. კომპლექსური დავალებაც კი გქონდა შედგენილი გაწეული, თუმცა დროის უქონლობის გამო ვერ ჩავატარეთ და არ მოგვეცა მაგის შესაძლებლობა. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ ასეთი დავალებების შემუშავება გვიწევდა. იყო кейსი, ჩვენი მოფიქრებული, ჩვენს მიერ მოფიქრებული და ასევე იყო კიდე დამატებითი რესურსი, რომელსაც სხვადასხვა წყაროდან მოვიპოვებდით. და შემდეგ ჩვეულებრივად აქტიურად დავალებები, აქტივობები, სტრატეგიები, რომ მოსწავლეებს კარგად გაიგოთ საკითხის შინაარსი და ბოლოს ისევ შეჯამებთ. სამგონი ეს იყო, დავასრულეთ.